საერთაშორისო შეჯიბრებების დასრულების შემდეგ გუდაურმა საქართველოს სამთო სათხილამურო ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს გამორჩეული მოთხილამურეები ერთმანეთს სლალომის დისციპლინაში 6 აპრილს შეეჯიბრნენ. გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და თბილისის გუნდების წევრებმა 3 ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს. გოგონათა შორის საუკეთესო დრო ბაკურიანის სკოლის წარმომადგენელმა ნინო გეორგოვმა დააფიქსირა. ვაჟთა შორის კი გუდაურის გუნდის წევრმა ლუკა ბუჩუკურმა. ბაკურიანის გუნდიდან ვარ, გავედი პირველ ადგილზე. უკვე ბევრჯერ გავსულ ვარ. დაახლოებით არ ვიცი რამდენჯერ გავედი პირველ ადგილზე, მაგრამ ძალიან მოხარულია და ძალიან კარგად ჩატარდა ეს შეჯიბრებები და მინდა ყველა სპორტსმენს წარმატება ვუსურვა. ძალიან მიხარია რომ დღეს სოლიკო ხაბეშვილის თასის მფლობელი გავხდი და ასევე გავიმარჯვე საქართველოს თასის ჩემპიონატში. ჩემ ემოციებს დიდად ვერ გამოვხატავ, მაგრამ შინაგანად ძალიან მიხარია და უფრო მეტად მიხარია ის რომ სოლიკო ხაბეშვილის თასი რჩება გუდაურში. ქართული სპორტი და სათხილამურო სპორტი ვითარდება სწრაფი ნაბიჯებით წინ. შეჯიბრმა ცუდი ამინდის მიუხედავად კარგად ჩაიარა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც ამაში წვლილი შეიტანა და ვინც მე მხარს მიჭერდა. ლუკა ბუჩუკურს ასევე სპეციალური პრიზი სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის თასიც გადაეცა. სოლიკო ხაბეიშვილს გუდაურის სამთო სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მისი ოცნების პროექტი გუდაურის აღორძინება იყო, რასაც წლების განმავლობაში საკუთარი რესურსები და ენერგია მოახმარა. დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უჭირავს. 2025 წლის ზამთრის სეზონი განსაკუთრებით დატვირთულად შეიძლება ჩაითვალოს. საქართველოს ყველა კურორტი, მთიანი რეგიონი მოიცვა წლევანდელმა სეზონმა. მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდა ბაკურიანში, გუდაურში, World Tour-ი ჩატარდა სვანეთში. საქართველოს ჩემპიონატი წარმატებით დასრულდა, გამოვლინდნენ საქართველოს საუკეთესო მოთხილამურეები და მომავალი წლის სეზონისთვის უკვე ხვალიდან დაიწყება. იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი იქნება არანაკლებ საინტერესო, არანაკლებ დატვირთული და დიდი იმედით ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტ წარმატებებს ველოდებით. საქართველოს ჩემპიონატში იმ სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც ზამთრის სეზონზე საქართველოს თასის რეგიონულ ეტაპებზე რეიტინგში მაღალი ქულები დააგროვეს. დღეს იყო შეჯიბრი სპეციალურ სლალომში, ხოლო გიგანტური სლალომი ვერ ჩავატარეთ ამინდის გაუარესების გამო. დღეს ძალიან წარმატებული იყო შეჯიბრი, მონაწილეობდა ყველა სპორტ სკოლის წარმომადგენელი და ის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას, ვინც კვალიფიკაცია გაიარა საქართველოს თასის შედეგად, 4 ეტაპის შედეგად, ვინც მოხვდა ტოპ 6-ში, ყველა ის დაწინაურებულ სპორტსმენი მონაწილეობდა უკვე დღეს საქართველოს ჩემპიონატზე. ჩემპიონატის დასრულების შემდგომ დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა, სადაც გამარჯვებულებს მედლები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. საქართველოს ჩემპიონატი სათხილამურო ფედერაციის მთის ტრასების სააგენტოს თანაორგანიზებით და სილქნეტის მხარდაჭერით იმართება. საქართველოს სათხილამურო ფედერაცია კომპანია სილქნეტის გენერალური სპონსორობით საქართველოს ჩემპიონატს 2010 წლიდან ატარებს. ამ ჩემპიონატით 2024-2025 წლების ზამთრის სეზონი დასრულებულია.